მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მოსახლეობას სასმელი წყალი თითქმის 8 წელია არ მიეწოდება. საკითხთან დაკავშირებით ჩვენი რედაქცია ადგილობრივებს გაესაუბრა. გთავაზობთ სიუჟეტს. სოფელი მაშინ გაიგზავნიცა წყალი იყო სოფელში დიდად წყალი. სერგო ჩახოიანს ჩვენ ახალციხის სოფელ წნისში შევხვდით. გვეუბნება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და დაპირებისა ამ დრომდე სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, უკვე დაახლოებით 8 წელია მოსახლეობას ეზოებში სასმელი წყალი არ აქვს. საჭირო წყალს ნაწილი სოფელში არსებული წყაროდან ეზიდება, ნაწილს კი მეზობელი სოფლიდან მოაქვს. ერთ სოფელში უნდა იყო წყალი, რომ მოსავალი მიიღო და მე შემიძლია რომ ტალაში ვიარ, მაგრამ მოსავალი საჭმელი ხო გინდა, ძირითადად ეგ არის და მომდევნოში კი ბატონო გზად იყო, შუხიც იყო, ყველაფერი იყო. ეს სოფელში არსებული ის წყაროა, რომელიც მოსახლეობის ნაწილისთვის სასმელი წყლის ერთადერთ საშუალებად რჩება. ფერმერი გიორგი ლომიძე გვეუბნება, რომ სასმელი წყლის სათავე გასულ წელს შეაკეთეს, თუმცა მალევე დაზიანდა. წყლის დეფიციტი ადგილობრივებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში არ უქმნის პრობლემას. მათი თქმით, რთულია ნათესების მორწყვაც, რაც სოფლის მოსახლეობის შემოსავალზეც აისახება. შახშან გააკეთეს სათავე და ისე წყალმაწა იყო. ეხლა ვნახოთ წელს რას იზავენ აღმიცი. და ბოლო რამდენი წელია 7-8 წელი იქნება წყალი აღარ მოსულა, ბუნებრივი წყალი. სასმელი წყალი აგერდამლა იქიდან მოაქვს. აი მოსახლეობა სასმელი წყალი მოაქვს 500 მეტრიდან. აგერაც მოდის 200 მეტრში, მოდის ძალიან ცოტა. პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს. როგორც იგი ჩვენს მედიასთან აცხადებს, არ არის მარტივი პროცესი, სჭირდება ბევრი ფინანსები და ფიქრობენ კარგ გამოსავალზე, თუმცა კონკრეტულად როდის და რას არ ასახელებს. ვიცით ამ პრობლემის შესახებ, მარტივი არ არის და მარტივი და დიდი ფინანსები ჭირდება, რომ ბოლომდე მივიდეს სოფელში წყალი. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ფიქრობთ რამდენიმე კარგ გამოსავალზე, რომელსაც ძალიან მალე აუცილებლად გეტყვით. რას გეგმავთ იმ სოფლებისათვის, სადაც წყლის პრობლემაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემის განვითარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სანამ ახალციხის მერია მერისვე თქმით, კარგ გამოსავალს მოძებნის, წნისში მცხოვრებლებს სასმელი წყლის აღება ან ამ წყაროდან, ან კვლავაც მეზობელი სოფლიდან მოუწევთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ეგრეთ წოდებული ფარეხის ტერიტორიაზე ინტერმუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის მერიამ 10,000 კვადრატული მეტრი სურსათის ეროვნულ სააგენტოს 3 წლით უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მერიამ ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე გაგვცა პასუხი. წერილის მიხედვით ტერიტორია სააგენტოს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა. ასევე ჩვენ გვაინტერესებდა მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი, ბიუჯეტი და თავშესაფრის ტევადობა, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია და პროექტის განმახორციელებელთან გადაგვამისამართა. სესიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. სხვილიში ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია 19 მაისს გახდა ცნობილი. საკითხი ახალციხის საკრებულოს რიგარეშეს ხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გადასცეს. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ადიგნელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. არსებული ინფორმაციით დაღუპული ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ავარია გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.